თავარი არსი რა იყო ჩვენი შესავალი ლექციის, რაც ასე ვთქვათ, ერთგვარი გასაღებია საეკლესიო სამართლის სხვადასხვა საკითხების სწორად გაგების, რომ კანონი ნებისმიერი სამოქალაქო იქნება თუ საეკლესიო, ეს არ არის დოგმა და ეს არ არის მიზანი და ეს არ არის პირდაპირ სამართალი. როგორც სამეცნიერო დისციპლინა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ როცა ვამბობთ სამართალს, რა თქმა უნდა, გულისხმობთ აქ სხვადასხვა პერიოდში შექმნილ კანონების ერთობლიობას, ასევე მოქმედი კანონების ერთობლიობას, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, რაც არის მიღებული როგორც ეკლესიაში, ისე სახელმწიფოში, კოდექსები და აი ამ ზოგადი მათი ერთიანობას, აი ამ მასალის ერთიანობას ჩვენ უწოდებთ სამართალს. ჩვენ თქვით, რომ სამართალი უფრო კიდე აღმატებული ცნება, ვიდრე უბრალოდ კანონი და საბოლოო ჯამში ანუ მოკლე შეჯამება რომ გავაკეთოთ ამ სამართლისა და კანონის ცნებათა ურთიერთმიმართების. ჩვენ თქვით, რომ კანონი ეს არის იარაღი სამართლის ხელში, ანუ კანონი ეს არის საშუალება, რითაც ჩვენ ვადგენთ სამართალს. ძალიან ურთულესი საკითხია სამართლის სწორად განსაზღვრება. შეიძლება ითქვას, რომ კაცობრიობა და მათ შორის მოდი ვთქვათ კონკრეტულად ეკლესია და ეკლესიის ცხოვრება ეს არის მუდმივი ზრუნვა იმაზე, რომ სამართლიან გზას არ ავსდეთ. და საინტერესო რა არის, რომ რა არის ეს სამართალი? ერთი ესეთი ცნობილი ბერძენი პროფესორი იყო, გარდაიცვალა, ამილკარ ალივიზატოსაც ეძახიან, რომელმაც ცალკე მონოგრაფია დაწერა იკონომიის შესახებ. მსგავსი მონოგრაფია მე ესე დაწერილი არ მინახავს. იკონომია ზოგადად ეხებიან ძალიან მოკლედ. სხვადასხვა საეკლესიო სამართლის სპეციალისტები, საერო სამართალში ეს არც კი განიხილება. თუმცა უნდა ითქვას, რომ პირველად იკონომიის ცნებაზე საუბარი, ცოტა განსხვავებული ფორმით საუბარი დაიწყეს დასავლეთის ეკლესიის, კონკრეტულად ლათინური და პროტესტანტული ეკლესიების თეოლოგებმა, იქორმა კანონმცოდნეებმა იკონომიის ცნებაზე, იქ ესე ეწოდება დისპენსაციო. დისპენსაციო ნიშნავს უბრალოდ გამონაკლისის დაშვებას. მაშინ როცა იკონომია არის არა უბრალოდ გამონაკლისის დაშვება, არამედ ორგანული ნაწილი საეკლესიო ცხოვრების. და ეს რაღაც გამონაკლისს არ ნიშნავს. არამედ ეს არის ერთ-ერთი საშუალება, ასე თქვა, რომ ეკლესიამ ჯანსაღად იცხოვროს და სამართლებრივ გზას არ ასდეს აქაც. დისპენსაცია ნიშნავს დროებითი გადახვევა სამართლებრივი, ასე თქვა, რაღაცა კალაპოტიდან თითქოს. ადამიანის რაღაცა კაცნობყარეობის გამო თუ რაღაცა, მაგრამ თვათ პირდაპირ პროპორციული არ არის იკონომიასთან. ეს ცალკე თემაა. მაგრამ რის თქმა უნდა, რომ ეს მონოგრაფია მან დაწერა და ეხლა მე მართალი გითხრათ, ეს წიგნი არ იშოვება, მე ჩემ ახლობელს ვთხოვე და ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში მიაგნო მე იქ ათენში, გადამიქსეროქსა გამომიგზავნეს, მაგრამ ჯერ არ მაქვს ეს წიგნი ესე კარგად დამუშავებული. მართალი რო გითხრათ, ეს ფრაგმენტულად გადავხედე. და რას მოვაყოლე საუბარი, როცა სამართლის ცნებაზე საუბრობდი, ამ ამილკას მოყავს არისტოტელეს სხვათა შორის ცნობილი ნაშრომიდან პატარა ამონარიდი. აქ საუბარია ეთიკაზე, არისტოტელეს ეთიკა, ნიკომახეს ეთიკა, ესე ქვია, მისი ერთ-ერთი ნაშრომია. და ნიკომახეს ეთიკის მე-5 თავის, მე-14 მუხლია, ესე გამოყვანილი. სადაც ამ სამართლის კანონის და ურთიერთმიმართებაზე საუბრობს და ესე განმარტავს არისტოტელეს, სამართალი ეს არის სიკეთი, სიკეთის კეთება. შესაბამისად, სამართლიანი მოქცევა ეს არის კეთილად მოქცევა. ანუ ამ რანგში აყავს. რომ სამართალი საბოლოო ჯამში ეს რაღაცა დისციპლინა კი არ არის პირდაპირ გაგებით, რომ მე რაღაცა ვთქვი და ამას არ უნდა გადავხვიო. ეს არის სიკეთის კეთება. შესაბამისად, ნახეთ როგორი ცნებაა, რომ ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია მის თავზე არსებული სიკეთე, როგორი შეიძლება იყოს. ნამდვილი სიკეთე, არა პირფერობა, არა ადამიანური ლოგიკით დაშვებული რაღაცა გადაცდომა, თქვათ, რომ მე არ ვაწყეინო და ამ დროს ამ ადამიანს ვუყავ. მაგალითად რო ავიღოთ ახლა მოსწავლის მიმართ ჩემი მხრიდან, როგორც პედაგოგის მხრიდან სიკეთე რა არის? რომ მე მას გულწრფელად ვასწავლო ის საგანი, რაც მე ვიცი და ვასწავლო იმ მეთოდით და იმ მომთხოვნელობით, რაც ასე ვთქვათ აპრობირებული იმისათვის, რომ ნამდვილად ისწავლოს მან. მაგრამ იმის გამო, თუ მე დაუშვებ ესეთ გამონაკლისებს სიტყვაზე, რომ მას არ ეწყინოს, ნაწყენი არ დასჭირს ჩემზე და მას ყველა შემთხვევაში კაი ნიშნები დაუწორი, მაშინაც კი როცა ის არ სწავლობს, შეიძლება მისი ადამიანური კეთილგანწყობა კი მოვიპოვო, მაგრამ რეალურად მას უცოდინარს ვტოვებ ესე.
იმიტომ ის თვითკმარი რჩება, ანუ კმაყოფილი მას ის იჯერებს, რომ ნამდვილად რაღაცა მწოდნია და როცა მე რეალურ ოროსანს უწერ ხუთიანს ამით მე უკვე წირავ მას იმისათვის, რომ მან არასდროს აღარ უნდა წაიკითხოს წიგნები, აღარ ისწავლის. იმიტომ ის დაიჯერებს, რომ ნამდვილად ხუთოსანია. აი ამ ხრივ ესეთი გამონაკლისი, ეს აღარ არის სიკეთე ადამიანზე. ამიტომ რეალური უნდა იყოს ის სიკეთე, რასაც მე ადამიანს ვუკეთებ. აი ეს არის ასე ვთქვათ სამართლებრივი მოქცევა და ამასთან კავშირში მოყავს უკვე ამილკას ალევიზატოს, რომ ეს რეალური სიკეთე არის ეკონომია, ეკონომით მოქმედება. ანუ თლად ბოლომდე გამონაკლისიც არა რაღაცა სისწორიდან, არამედ სწორი მოქცევა ადამიანთა მიმართებით განსაკუთრებულ შემთხვევაში. ამას ცოტა მოგვიანებით კიდევ შევეხებით.